მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. სტუდენტი 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას გედედეს თანამშრომელზე წიხლის ჩარტყმაც ედავებიან. ადგილის მუნიციპალიტეტის მერია შუამთობის ღონისძიებისთვის 4200 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიება 26 ივლისს ფერსათის მთაზე გაიმართება. შუამთობა ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ადიგენში ფერსათის მთაზე ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაზე იმართება სპორტული შეჯიბრებები, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მძლეოსნობა და დოღი. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ინდმეწარმე გიგა კაპანაძე მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. მერის მრჩეველთა საბჭო არის ერთ-ერთი მექანიზმთაგან, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობას ისახავს მიზნად. საბჭო ორმაგი დატვირთვის მატარებელია. ერთის მხრივ იგი არის მერის საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც რეკომენდაციები უნდა მიიღოს საბჭოს წევრებისგან, მათ შორის მუნიციპალიტეტის წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში. მეორეს მხრივ კი ეს შესაძლებლობაა მოქალაქეები მეტად ჩაერთონ მუნიციპალურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოусმინოთ თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტს გიორგი მესხიძეს. კი ბატონო, მერის მრჩეველთა საბჭოებს მოდი ესე ვთქვათ, ორმაგი დატვირთვის მატარებელია. რეალურად ერთი ეს არის მერის ასე ვთქვათ საკონსულტაციო რაღაცა ორგანო, რომელმაც მერს უნდა მიაწოდოს, გაუწიოს ასე ვთქვათ დახმარება მართებული გადაწყვეტილების მიღებაში, აწონდაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში, მიაწოდოს სხვადასხვა რა ვიცი მოსაზრებები, ალტერნატივები და ასე შემდეგ. ერთის მხრივ, ანუ როგორც ასე ვთქვათ, საკონსულტაციო ჯგუფი. და მეორეს მხრივ ეს გახლავთ როგორც სამოქალაქო ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმი, ანუ ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანებს, აძლევს საშუალებას მე უფრო მეტად ვიტყოდი არა ადამიანებს, არამედ აძლევს საშუალებას თვითმმართველობას, რომ საზოგადოების სხვადასხვა და მრავალფეროვანი წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ანუ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სრულად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გიყურებთ. ხვალამდე.